როგორც უკვე ვნახეთ, ისლამ მახაჩევი ყველანაირად ცდილობს ილია თოფურიას სუსტი წერტილები უპოვოს. ის ამბობს, რომ ილია სუსტია ჭიდაობაში და სიძულვილითაა ახსავსე, მაგრამ მოდით სიმართლეს თვალებში შევხედოთ. მახაჩევი ხედავს, რომ ილია თოფურია არის პირველი მებრძოლი, რომელსაც არათუ არ ეშინია დაღესტნური პრესის, არაბედ მზადაა მათ საკუთარ მოედანზე, ჭიდაობაშიც კი ეჭიდავოს და თან თავზე გადაუაროს. ილია თოფურიამ შეცვალა თამაშის წესები. მანამდე ყველა მებრძოლი ხაბიბის გუნდთან მოკრძალებული იყო. ილიამ კი თქვა, მე თქვენს ლეგენდას თავზე დავაბიჯებ. სწორედ ამან გამოიწვია ის პანიკა, რომელსაც მახაჩევის ინტერვიუებში ვხედავთ. ისლამი ხვდება, რომ თუ ილიასთან ბრძოლა შედგება და მატადორი მას ნოკაუტში ჩააგდებს, მთელი ის მითი დაუძლეველი კავკასიური ჭიდაობის შესახებ, რომელსაც წლებია აშენებენ, ერთ წამში დაინგრევა. ანამ მახაჩევი ილიაზე საუბრობს, მეორე მხრიდან მერაბ დვალიშვილი უნგრევს გეგმებს. უმარ ნურმაგომედოვის დამარცხება არ იყო უბრალოდ ერთი მოგება. ეს იყო განაჩენი. მახაჩევი ახლა ამბობს, რომ უმარს მეტი დრო სჭირდება და რომ რევანში აუცილებელია. მაგრამ მოდით დავსვათ კითხვა. რატომ უნდა მისცეს მერაბმა რევანში მას, ვინც ერთხელ უკვე დამაჯერებლად დაამარცხა? მახაჩევი ცდილობს მერაბი მოსახერხებელ მეტოქედ წარმოაჩინოს თავისი ბიძაშვილისთვის, მაგრამ რეალობა სხვაა. მერაბის ტემპს და გამძლეობას დღეს UFC-ში ანალოგი არა აქვს. დაღესტნური გუნდი მიჩვეულია დომინაციას. მერაბმა კი მათ აჩვენა, რომ არსებობს ძალა, რომელიც მათ დომინაციას გუდავს. ფინალური პროგნოზი. რა მოხდება 2026 წლის? 2026 წელი იქნება გადამწყვეტი წელი. თუ ილია თოფურია და ისლამ მახაჩევი ერთმანეთს შეხვდებათ, ეს იქნება ბრძოლა არა მხოლოდ ქამრისთვის, არამედ იმისთვის, თუ რომელი სკოლაა მსოფლიოში პირველი. მახაჩევი ამბობს, რომ ილიას გამოასწორებს, მაგრამ ილიას მუშტებს სულ სხვა გეგმები აქვთ. დაღესტნელები ცდილობენ ყველაფერი ისე წარმოაჩინონ, თითქოს ქართველებს უბრალოდ გაუმართლათ ან პატივისცემა აკლიათ. თუმცა სიმართლე ისაა, რომ ქართველი მებრძოლები დღეს UFC-ს ახალ სახეს წარმოადგენენ. უფრო აგრესიულს, უფრო ტექნიკურს და რაც მთავარია, სრულიად უშიშარს. და აი ყველაზე მთავარი, რაც უნდა გკითხოთ. მეგობრებო, ბევრი ამბობს, რომ ილია თოფურია ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს და მახაჩევი მას ამის გამო დასჭის. თქვენ როგორ ფიქრობთ? არის თუ არა მახაჩევის ეს სიდამშვიდე სინამდვილეში იმის შიში, რომ მისი ეპოქა სრულდება? და კიდევ, თუ მერაბი უმარს მეორედაც სემს, დათანხმდება თუ არა მახაჩევი თავად ავიდეს წონაში და მერაბს დაუპილისპირდეს, თუ ისევ გრაფიკის არევას მოიმიზეზებს? რას მალავს ისლამ მახაჩევის კონტრაქტი? თქვენ გონიათ, რომ ეს სპორტია, მაგრამ სინამდვილეში ეს მილიონიანი აფერაა. რატომ აიძულა ალი აბდელ აზიზმა უსმანი, რომ ისლამისთვის მსხვერპლად შეწირულიყო? უყურეთ ბოლომდე, რადგან ასეთ სიმართლეს სხვაგან ვერავინ გეტყვით. აი როგორ იწერება UFC-ს ისტორია კაბინეტებში. მეგობრებო, დაუბრუნდეთ ჩვენს თემას, რადგან რაც უფრო ღრმად შევდივარ ამ ამბავში, მით უფრო ნათელი ხდება, რომ აქ საქმე არა სპორტულ ვაჟკაცობასთან, არამედ ცივ, გათვლილ ბიზნესთან გვაქვს. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ისლამ მახაჩევი დღეს არის UFC-ს ყველაზე დაცული პროექტი. ბევრი ამბობს, რომ ის pound for pound ნომერ პირველია, მაგრამ რატომაა, რომ ყოველი მისი ნაბიჯი თითქოს ლაბორატორიაშია დაგეგმილი? მოდით ალი აბდელაზიზზე ვისაუბროთ. ეს კაცი არ არის უბრალოდ მენეჯერი, ის არის ნამდვილი თოჯინების თეატრის მმართველი MMA-ში. დააკვირდით სურათს. ისლამ მახაჩევი ჩემპიონია, კამარუ უსმანი კი ყოფილი დომინანტი, რომელსაც ახლა სახელი უფრო მეტი აქვს, ვიდრე რეალური ძალა ოქტაგონზე. ალისთვის ეს იდეალური სცენარია. თუ ისლამი ეჩხუბება შავკატ რახმონოვს, რისკი 50-50-ია. შავკატი ახალგაზრდაა, მშიერია, აქვს რკინი ნიკაპი და ისეთი გრაპლინგი, რომელიც ისლამისთვისაც კი პრობლემა იქნება. წაგების შემთხვევაში ალი კარგავს თავის მთავარ ვარსკვლავს და ოქროს საბადოს. მაგრამ უსმანი ალის პენსიაზე გასული ჯარისკაცია. მასთან ბრძოლით ისლამი პრაქტიკულად არაფერს რისკავს. რატომ? იმიტომ რომ უსმანის მუხლები აღარ არსებობს. ყველა მიცის, ვინც MMA-ში ცოტათი მაინც ერკვევა, რომ უსმანი ბეტონზე ვეღარ დარბის. მისი გადაადგილება ოქტაგონზე შენელებულია. ისლამი კი თავისი დინამიური სამბოთი და სისწრაფით უბრალოდ წრეებზე ატარებს. აბდელაზიზი ცდილობს შეაჯახოს ორი თავისი მებრძოლი, რათა ფული სახლში დარჩეს. ეს არის შიდა გუნდური გარიგება. უსმანი იღებს თავის ცხოვრების უდიდეს ჰონორარს, ეწოდებული Red Panty Nights. ისლამი კი იწერს ლეგენდების მკვლელის სტატუსს. ახლა კი ყველაზე საინტერესო დეტალი. რატომ 2026 წლის მაისი? რატომ არა ახლა?
პასუხი მარტივია. დრო მუშაობს ისლამის სასარგებლოდ და უსმანის წაწინააღმდეგოდ. ყოველი თვე, ყოველი კვირა კამარუს კიდევ უფრო აბერებს. 39 წელი MMA-ში, მით უმეტეს 170 ფუნტში არის ზღვარი. ისლამი კი თავის პიკშია. ის ელოდება, როდის გახდება უსმანი კიდევ უფრო ჟანგიანი. ეს არ არის ჩემპიონური საქციელი, ეს არის სტრატეგიული ლოდინი. მოდით ქართულ კონტექსტში შეხედოთ. ჩვენთან საქართველოში ყოველთვის ვაფასებდით მებრძოლს, რომელიც ყველაზე ძლიერს ეძახის. როცა ილია ტოპორიამ ვოლკანოვსკის გამოიწვია, ის არ ელოდებოდა ალექსის დაბერებას, მან პიკში მყოფს მოუგო. ისლამი კი პირიქით იქცევა. ის აიგნორებს მაიკლ მორალესს, რომელიც ეკვადორიდან მოდის და ისეთივე ენერგია აქვს, როგორიც თავის დროზე ხაბიბს ჰქონდა. მორალესმა ბოლო ბრძოლებში აჩვენა, რომ მისი დაცვა თეიქდაუნებისგან ფენომენალურია. ისლამი არ უნდა ასეთ ცოცხალ კედელთან შეჯახება. მას უნდა უსმანი, რომელიც უკვე გათხეულია ლეონ ედვარდსის მიერ. კიდევ ერთი მომენტი, რომელიც თავზარს დაგცემთ. ისლამი ამბობს, რომ უსმანი ყველაზე ძლიერი მოჭიდავეო. მოდით სიმართლეს თვალებში ვშეხედოთ. როდის გამოიყენა ბოლოს უსმანმა მოჭიდაობა მოსაგებად? მას შემდეგ, რაც მას ფეხების პრობლემები დაეწყო, ის მხოლოდ სტრაიკერი გახდა. ხამზათთან ბრძოლაში მან მხოლოდ მესამე რაუნდში გაიღვიძა, როცა უკვე გვიან იყო. ისლამი ეს იცის. ისლამი იცის, რომ უსმანის დაცვა ქვედა სართულზე, low shots, აღარ მუშაობს. ისლამი აპირებს მის გაფენას პირველ ვერაუნდში და მერე მთელ მსოფლიოს ეტყვის. ნახეთ, მე დავამარცხე ის, ვისაც ხაბიბიც კი არ შეხვდაო. და აი აქ შემოდის ხაბიბის ფაქტორი. დაღესტანში მხაურია, ამბობენ, რომ ხაბიბი პირადად უწევს კოორდინაციას ამ გეგმას. მას სურს, რომ მისი უმცროსი ძმა მასზე დიდი გახდეს. ხაბიბის კარიერაში ყოველთვის იყო ერთი კითხვის ნიშანი. რატომ არ ავიდა ზედაწონაში? ისლამი ამ კითხვას პასუხს სცემს, მაგრამ პასუხი არის ყალბი, რადგან ის ზედაწონაში არ ებრძვის საუკეთესოებს, ის ებრძვის აჩრულებს. მაიკლ მორალესმა სოციალურ ქსელში დაწერა: ისლამი კალენდარს იმიტომ უყურებს, რომ მეშინია. და იცით რა? მე მჯერა მორალესის. ეკვადორელს აქვს ის სისწრაფე, რაც უსმანს 5 წლის პირვანდელს. ისლამი კი დროს წელავს. ის ამბარს სცემს ინვარში, იმიტომ არა რომ ტრაუმვა აქვს, არამედ იმიტომ რომ ინვარში მორალესი მზადაა, უსმანი კი არა. ეს არის სპორტული პოლიტიკა თავის ყველაზე ბინძური ფორმით. ისლამი ცდილობს დაარწმუნოს დანა ვაიტი, რომ უსმანი pay to per view გაყიდვებს მოიტანს. მაგრამ სინამდვილე ისაა, რომ ხალხი შავკატი და მორალესი უფრო აინტერესებთ. ჩვენ გვინდა ახალი სისხლი. ჩვენ გვინდა ომი ოქტაგონზე, არა და მეგობრული სპარინგი ორ გუნდელში, რომლებსაც ერთი მენეჯერი ყავს და წინასწარ იციან, ვინ უნდა გაიმარჯვოს. ახლა ისლამი ცდილობს ეს ისტორიული ვაკუუმი შეავსოს. ისლამის გეგმა ასეთია: დაამარცხოს უსმანი იმ წონაში, სადაც ხაბიბს არასდროს უჩხუბია და ამით ერთხელ და სამუდამოდ თქვას: მე უფრო დიდი მებრძოლი ვარ, ვიდრე ჩემი მენტორი. ეს არის ფსიქოლოგიური თამაში. ისლამი და მისი გუნდი დაღესტანში უკვე ამზადებენ ნიადაგს. მე ვიცი, რომ მათ სპეციალური სესიები აქვთ, სადაც უსმანის 2019-2021 წლების ბრძოლებს კი არ არჩევენ, არამედ მის ბოლო მარცხებს. ისინი ეძებენ ნაპრალებს მის ფსიქიკაში. მაგრამ მოდით ტექნიკურ მხარეს შევხედოთ. მე ვნახე ისლამის ბოლო სპარინგები და რაღაც უცნაური შევამჩნიე. ის აღარ მუშაობს კლასიკურ double leg takedown-ებზე. ის ამუშავებს კონტრ-ილეთებს ძალისხმიერი მოჭიდავეების წინააღმდეგ. უსმანი თავისი სტილით ყოველთვის წინ მიდის და ცდილობს მეტოქე ბადესთან მიაჭედოს. ისლამი კი ამზადებს ეგრეთ წოდებულ front chokes და გილიოტინის ახალ ვერსიას, რომელიც სპეციალურად უსმანის დაბალი შესრულებისთვისაა შექმნილი. ისლამს უნდა, რომ უსმანი თავად შევიდეს მახეში. ის ეპატიჟება კამარუს ჭიდაობაში, რათა იქ დაამციროს. და აი აქ არის ის ბომბი, რომელსაც ბევრი ვერ ხედავს. თუ ეს ბრძოლა 2026 წლის მაისში შედგება, UFC-ს საშუალო წონა, welterweight-ი, პრაქტიკულად პარალიზებული იქნება. შავკატ რახმანოვი, რომელიც ახლა თავის პიკშია, იძულებული გახდება ეჩხუბოს იან გარის ან მაიკლ მორალესს. ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად წააგებს და ჩამოშორდება ტიტულს. ისლამი ამით წმენს დივიზიონს სხვისი ხელით. ის აიძულებს ახალგაზრდა მგლებს ერთმანეთი დაჭამონ, სანამ თავად მოხუც ლომთან ერთობლივ ფოტოსესიებს აწყობს. მაიკლ მორალესი ამბობს, რომ ისლამი ტექნიკური მშიშარაა. შეიძლება ეს ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით სიმართლესთან ახლოსაა. როცა ხარ ჩემპიონი, შენი ვალია ეჩხუბო ნომერ პირველ პრეტენდენტს და არა მეათე ნომერს, რომელიც მხოლოდ სახელის გამოა რეიტინგში.
ისლამი კი ირჩევს უსაფრთხო დიდებას. მან იცის, რომ უსმანის დარტყმები აღარ აქვს ისეთი ძალა, როგორც ადრე. მან იცის, რომ კამარუ 5 რაუნდს იმ ტემპში ვეღარ გაუძლებს, რასაც ისლამი შესთავაზებს. და რა მოხდება თუ უსმანმა მოიგო? ეს იქნება UFC-ს ისტორიაში ყველაზე დიდი სენსაცია, მაგრამ მოდით რეალისტები ვიყოთ. ალი აბდელაზიზი ამას არ დაუშვებს. ეს ბრძოლა დაგეგმილია როგორც ჭირაღდის გადაცემა. უსმანი ოფიციალურად გადასცემს ესტაფეტას ისლამს, აიღებს თავის მილიონებს და წავა პენსიაზე. ისლამი კი გახდება P4P King ყველა დროის რეიტინგში. ჩემი აზრით, ეს არის სპორტის ღალატი. ჩვენ ფანებს გვინდა ვნახოთ ისლამი შავკაკის წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა ვნახოთ როგორ გაუძლებს მახაჩევი მორალესის აფეთქებებს. მაგრამ ამის ნაცვლად გვაჭამებენ გაცვეტილ ლეგენდას. ეს მსგავს ფეხბურთს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეალ მადრიდი ეთამაშება ვეტერანთა ნაკრებს. შედეგი წინასწარ ცნობილია, უბრალოდ ლამაზად არის შეფუთული. ისლამი აცხადებს, რომ ეს მისი ლეგასი ბრძოლაა. მე კი ამბობ, რომ ეს მისი escape ბრძოლაა. ის გარბის რეალურ საფრთხისგან, რათა ისტორიაში დარჩეს როგორც უძლეველი. მაგრამ ნამდვილი ფანები არასდროს დაივიწყებენ, რომ მან გვერდი აუარა მორალესს და რახმანოვს მაშინ, როცა ისინი ყველაზე საშიში გვინი. მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი დავთქვი. ახლა თქვენი ჯერია. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენგანი მეტყვის, რომ ისლამი გენიოსია და უსმანთან ბრძოლა ისტორიული მომენტია. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ხალხის მოტყუებაა. დაწერეთ კომენტარებში, ვისი ბრძოლა უფრო გინდათ, ისლამი vs უსმანი თუ ისლამი vs შავკატი. თუ თვლით, რომ ცდები და ისლამი მართლა რისკავს, არ მოგერიდოთ, დამიწერეთ, რატომ ვარ ჰეიტერი. თქვენი აზრი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა ერთმანეთს დავერიოთ კომენტარებში. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ თუ სიმართლე გიყვართ. მომავალ შეხვედრამდე.